პარტიული გამოძიება რუსთაველის გამზირზე გახარიაზე პირადი შურისძიების გამო ოლიგარქმა 20 ივნისის მოვლენების ეგრეთ წოდებული შესწავლა თავიდან დაიწყო. პოლიციელებმა პარლამენტის წინ ტერიტორიაზე, სადაც 6 წლის წინ მოქალაქეები და ჟურნალისტები დაასახიჩრეს, საგამოძიებო მოქმედებების იმიტაცია შექმნეს. თან ჰქონდათ სპეციალური ტექნიკა და მუშაობდნენ ხელთათმანებით. ოცნება ამტკიცებს, რომ ასრულებს ევროსასამართლოს რეკომენდაციას, მაშინ როდესაც სტრასბურგმა გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის საქმეზე 1 წლის წინ გამოაცხადა. სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე შეფასებებით ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ის რომ ახლა ქართული ოცნება რუსთაველის გამზირზე გავრილოვის ღამიდან 6 წლის შემდეგ ატარებს არა გამოძიებას, არამედ საქმე გვაქვს მხოლოდ გამოძიების სიმულაციასთან. ამაში დარწმუნებული არიან არა მხოლოდ ოცნების პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ეს სავარაუდოდ მიაჩნიათ სამართლისპიროს სპეციალისტებსაც, რომლებიც რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებენ მიზეზად, მათ შორის სწორედ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას, როგორც უკვე აღინიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაახსენდა 1 წლის დაგვიანებით და ევროსასამართლოს რეკომენდაციის შესრულება შეუდგა მხოლოდ ახლა, ანუ მას შემდეგ, რაც უკვე აშკარად გამოიკვეთა მართველი ძალის სურვილი, რომ საკუთარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს. თუმცა ეს სპეციალისტების განმარტებით ასევე არნიშნავს იმასაც, რომ გიორგი გახარია უდანაშაულა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ თავად გახარიას განცხადებებს, ის ყველა ჯერზე, როცა განცხადება უკავშირდება 20 ივნისს, აღნიშნავს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა მოვლენა არის სწორედ მისი პასუხისმგებლობა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ქართული ოცნება ნამდვილად არის დაინტერესებული გამოძიების ჩატარებით, მან წესით ეს პროცესი უნდა დაიწყოს საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანის ეტაპიდან, სწორედ ამისკენ მოუწოდებდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენლებს თავად გიორგი გახარიას, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, სავარაუდოდ არის კიდეც ახლა მიმდინარე გამოძიების მთავარი სამიზნე. ასეთ შემთხვევაში კი გახარიას განმარტებით დადგება წესით ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მაყურებელს კარგად ახსოვს, რომ ვიდრე გავრილოვი დაიკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, მას მანამდე ავლაბრის რეზიდენციაში ჭიქით-ხელში სწორედ ირაკლი კობახიძე მას მისულობდა. კიდევ უფრო მანამდე კი გვახსენდება ზაქარია ქუცნაშვილის სახელი და გვარიც, რადგან სწორედ ოცნების მაშინდელი დეპუტატი იყო ის, ვისი მოწვევითაც კომუნისტი გავრილოვი ჩამოიყვანეს საქართველოში და ის ამის შემდეგ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ ზაქარია ქუცნაშვილს ტელეფონით და ვკითხეთ იმის შესახებ, დაუკავშირდნენ თუ არა მას საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, თუმცა ვერც დადასტურება და ვერც უარყოფა ქუცნაშვილისგან ვერ მოვისმინეთ. ის ამბობს, რომ ფორმულასთან საუბარი არსებობს. 20 ივნისის ხელახალი გამოძიება დაიწყო ქართულმა ოცნებამ და გვაინტერესებს, ხომ არ მიგიღიათ რაიმე შეტყობინება საგამოძიებო უწყებებიდან, რომ თქვენს ჩაერთოთ ამ პროცესში? მე ფორმულასთან არ თამაშობ. ჩემი უფლება და ამიტომაც არ იქნება სწორი რომ დაგიბარონ ბატონო ზაქარია, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის პირი, ვინც ჩამოიყვანა გავრილოვი ამ ქვეყანაში. თქვენ ვარსები ხართ. ჩვენ მუდმივად გვესმის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან გააქტიურებული საუბრები, რომ კონკრეტულად ერთი პირის მიმართ შეიძლება და ამ შემთხვევაში საუბარია გახარიას მიმართ შესაძლოა დადგეს პასუხისმგებლობა. შინაგან საქმეთა მინისტრი იმ დროს იყო გახარია და ეს არის ფაქტი, გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული, ის არ გულისხმობს მაინც და მაინც იმას, რომ ვინც ხელმძღვანელია მხოლოდ ის მარტო მინისტრი ან მხოლოდ ეს პირია პასუხისმგებელი 6 წელი გავიდა და ეს საგამოძიებო მოქმედება თუ ესეთი მნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვის, ამ დრომდე რატომ არ ჩატარდა და რამდენად მართლაც არსებითია ეს საგამოძიებო მოქმედება დღეს ჩატარდეს ასე და ამ ფორმით, ესე დემონსტრაციულად, გზის გადაკეტვით. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობს, რომ იგივე რაღაც რომ აღარ მოხდეს, პოლიციელებს უნდა ქონდეთ ამ უმცნობი სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნები. თუ ექნებოდა ამის სრული სახელმწიფოს ეს რეკომენდაცია მათ შეიძლება გაეკეთებინათ, რაც არ გაუკეთებიათ. იმისთვის, რომ როგორც თავად გვიმტკიცებენ, 6 წლის წინ რუსთაველის გამზირზე მომხდარი გამოიკულიონ და დაადგინონ გადაამეტა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებამოსილებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ქართულმა ოცნებამ საქმეში პროკურატურა ჩართო. სწორედ პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ გუშინ პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში და ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის მათი მოწვევით ადგილზე იმყოფებოდა 20 ივნისის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული ვახტანგ ბერეკაშვილი, რომელსაც რეზინის ტყვია მხარში მოხვდა. თუმცა რამდენადაც ცნობილია, ეს გამოძიების მხოლოდ პირველი დღე იყო და მომდევნო კვირების განმავლობაში ქართული ოცნება კიდევ არაერთხელ გეგმავს, რომ მივიდეს რუსთაველის გამზირზე და შეასრულოს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება. ეჭვია, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი იქნება გიორგი გახარიას და მხოლოდ გიორგი გახარიას დამნაშავედ გამოცხადება.